თავის დასაცავად ნუ ააგებ ციხესიმაგრეს, რადგან იზოლაცია არის საშიში. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს განვაგრძობთ რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონის განხილვას, კერძოდ კი მე-19 კანონს. მოდი წავიკითხოთ კანონის ფორმულირება. სამყარო სახიფათოა, მტრები ყველგან არიან, თითოეულმა დამოუკიდებლად უნდა დაიცვას თავი. ციხესიმაგრე ყველაზე უსაფრთხო ჩანს, მაგრამ იზოლაცია ბევრად მეტ საფრთხეს გიქმნით, ვიდრე გიცავთ. ის გზას გიჭრით ფასდაუდებელ ინფორმაციამდე. ადვილად გამოსარჩევი ხდებით და შესაბამისად იოლი სამიზნე. უმჯობესია ადამიანებთან ურთიერთობა, მოკავშირეების მოძებნა და მათთან კონტაქტი, რადგან ბრბო მტრებისგან დაგიცავთ. ამ კანონს სრულად ვეთანხმები ჩემი ეხლანდელი გამოცდილებითაც, წარსული გამოცდილებითაც და ვფიქრობ, მომავალში რა გამოცდილებაც მექნება. აქვე ვიტყვი, რომ აქ იგულისხმება აბსოლუტური იზოლაცია, ან იზოლაცია ძალიან დიდი დროით, რომელიც არ ემსახურება არაფერს გარდა იმისა, რომ იყო იზოლირებული და ამ იზოლაციით რაღაცნაირად კომფორტში იყო, ან საკუთარ თავს გრძნობდა, რომ ვინმეზე რამეზე მეტი ხარ, რადგან ავტორი თვითონ ბოლოშიც ამბობს და სრულიად ვიზიარებ ამ აზრს, რომ იზოლაცია დროებითი კონკრეტული მიზნით და ანუ რასაც ვეძახით განმარტოებას ძალიანად სასარგებლოა ადამიანისთვის, იმისთვის, რომ თუნდაც საზოგადოებრივი აზრი აღარ იყოს ისეთი სტრესული, დამაბნეველი და მიხვდე რა გინდა. ჩემ შემთხვევაში პანამაში ცხოვრება ნამდვილად იყო სრული იზოლაცია საქართველოსგან, ქართული სოციუმისგან, აზრისგან, კულტურისგან და წნეხისგან, ანუ კარგისგანაც და ცუდისგანაც, თუ ესე შეიძლება შევაფასოთ და აი ამ ემიგრაციამ და ქართული კონტექსტიდან საკუთარი თავის ამოგლეჯამ მომიტანა სიცხადე ძალიან დიდი ტრანსფორმაცია და იმედი მაქვს, რომ ჩემი ტრანსფორმაციით სხვებსაც შევძლებ, რომ დავეხმარო გზის გაკვალვაში, ან უკვე გაკვალული გზის ბოლომდე, ესე ვთქვათ, მიყვანაში. სულ ვერიდები ხოლმე რაღაცა სახელებით და გვარებით მაგალითების მოყვანას, განსაკუთრებით ქართული კონტექსტიდან, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არ არის საზოგადოების გახლეჩა, ან მაინც და მაინც რომელიმე კონკრეტული რადიკალური აზრის, ან არარადიკალური უბრალოდ განსხვავებული აზრის მიმდევარი ადამიანების მოზიდვა, არამედ მე მინდა მოვიზიდო ყველა ადამიანი, ვისაც სურს ტრანსფორმაცია, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ ადამიანები იმაზე მეტი ვართ, ვიდრე კონკრეტული ერთი აზრის ირგვლივ გაერთიანება, ან პირიქით დაშლა და მტრობა და თან ცხოვრებამ დამანახა მე პირადად, რომ არაფერი არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება გარდა იმისა, რომ უნდა ვიცხოვროთ სიყვარულით, სიყვარულისთვის და ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი აწმყო იყოს ჩვენ ცხოვრებაში. სიყვარულს და აწმყოთი ცხოვრებას უჯრედების დონეზეც ვეთანხმები, ამიტომ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს ორი რაღაც არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. არ მოვუწოდებ არავის, რომ სხვისთვისაც იყოს ეს, თუმცა დანარჩენი ყველაფერი ჩემთვის არის ცვალებადი მაქვს, მიმღებლობა მაქვს, გახსნილი გონება აღარ ვარ ჩარჩოებში და ზუსტად ამის გამო ჩემში ჩამოვიდა ძალიან დიდი პატივისცემა სხვისი აზრის, იმიტომ რომ ვიცი, მომავალში შეიძლება ან მე გადავიდე იმ აზრზე, ან ის გადმოვიდეს ჩემ აზრზე, ან ორივემ შევიცვალოთ აზრი. აქედან გამომდინარე, არ ვებღაუჭები არაფერს, რაც წარმოადგენს დოგმას, მაგრამ როგორც ავტორი გვეუბნება, იზოლაცია არის დამღუპველი და დავამატებ, რომ იზოლაცია განსაკუთრებით დამღუპველი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ძალაუფლება, ან უნდათ რომ გქონდეთ ძალაუფლება, რადგან ისტორია თავის თავს იმეორებს, ძველ წელთაღრიცხვამდე, ძველ წელთაღრიცხვის შემდეგ, უახლესი ისტორიის მანძილზე, ყველა მმართველი
ვინც იზოლირდა მოსახლეობისგან, ან ესე ვთქვათ, სრული იზოლაცია გამოაცხადა და მოსახლეობისგან კი არა, ყველასგან იზოლირდა. რატო ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება გქონდეს და შეგვიძლია მერე ჩავშალოთ. ამით დაიწყო საკუთარი თავის დასასრული. იმიტომ რომ ძალაუფლებას ერთ ადამიანს ანიჭებს ის, რომ მას გავლენა აქვს სხვა ბევრ ადამიანზე და იმ ბევრთან თუ დაკარგე კავშირი, იმათმა თუ ვერ დაგინახეს, თუ ვერ შეიგრძნეს, რატო გაქვს მათზე გავლენა, რითი ხარ განსხვავებული, რითი ხარ ნაკლები, რითი ხარ მეტი, რისი სწავლა შეუძლია ჩვენგან, მაშინ შენ მიმართ ინტერესი კვდება, ხდება დისტანცირება, არ დაგიცავენ და როგორც წიგნში ამბობს ავტორი, შეძლების და მიხედვით პირველივე შანსი როცა მიეცემათ, მტერს ჩააბარებენ თქვენს თავსა და ნამდვილად ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი ძირითადად მოგვითხრობს საჯარო მმართველობით ფორმებზე და იქაურ სპეციფიკაზე, კორპორატიულ სამყაროზე არანაკლებ ვრცელდება უფრო მეტადაც თუ არა, რადგან ეს წიგნი უკეთებს ანალიზს იმ პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო კორპორატიული სამყარო, თორემ დარწმუნებული ვარ და არაერთხელ მომისმენია რობერტ გრინის აზრი, რომ იგივე ეტაპები, იგივე ხრიკები უნდა გაიაროს და გამოიყენოს ადამიანმა, როდესაც, ესე ვთქვათ, კორპორატიული კარიერის საფეხურებზე შედგება და უნდა რომ ბოლოში გავიდეს და ჩემი მაგალითითაც შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთ კომპანიაში სადაც ვმუშაობდი, მოიყვანეს CEO-ს პოზიციაზე, ანუ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, წარმატებული ადამიანი, აი ეს კომპანია არ იყო იმ მოწოდების სიმაღლეზე, როგორი CEO-ც მოიყვანეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის დამფუძნებლებს უნდათ, რომ გადასულიყვნენ განვითარების სხვა ეტაპზე, ბიუჯეტი გადაალაგდა ისე, რომ ჯობდა, რომ ძალიან მაღალ ანაზღაურებადი CEO მოგვიყვანა, რომელსაც დასავლეთში ჰქონდა აღიარება, ცნობადობა და ასე შემდეგ. მოკლედ მოვიდა ეს CEO და აღფრთოვანებულები ვართ ყველა, რომ რაღაცა ახალი სიცოცხლე იწყება, განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ. და ამ ადამიანმა იმდენად პატარა ადამიანი იყო, თუ მოდი შეფასებებისგან თავს შევიკავებ. მოკლედ ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ იმდენად დიდი იყო ამ კომპანიისთვის და იმდენად მაგარი იყო და cool იყო, რომ რაღაცა აი მადლობა უნდა გვეთქვა ყველა იქ მომუშავეს, ყველა დამფუძნებელს, ყველა, არ ვიცი, ინტელექტუალური საკუთრების განმავითარებელს, იდეაში რითიც იღებდა ის ხელფას, ყველას მადლობა უნდა გვეთქვა, რომ აუ რა მაგარია, რომ აქ მოხვედი და თუ პატივს დაგვდებ, რაღაცა თვეში ერთხელ შევხვდეთ, ან თუ მაგასაც ვერ მოახერხებ, 3 თვეში ერთხელ. მოკლედ, ესეთი პოზიციონირებით მოვიდა, რომ მე არ მინდა არავისთან კონტაქტი არც პირდაპირ მენეჯმენტთან, მარტო მოვიყვან 2 კადრს, რომელიც იქნება ერთი ჩემი მდივანი და ერთი chief legal officer, ანუ მთავარი იურიდიული ოფიცერი, ქართულად იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ასე ვთქვათ. და ამათთან მექნება შეხება და ესენი იქნებიან ჩვენსა და თქვენ შორის გამტარები და დანარჩენი არ მეკონტაქტოთ და დამფუძნებლებშიც ყველასთან არ მინდა კონტაქტი, ერთი ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგასთან მინდა კონტაქტი. და ამან რა გამოიწვია? სრული დისტანცირება, ანუ პულსზე არედო ხელი კომპანიის, რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაზე, სადაც ის არ ესწრებოდა, დუღდა და ესე ვთქვათ, იკვრებოდა მის წინააღმდეგ, ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა სცენარიან, რომ განსაკუთრებით რაღაცა ხიფაც ან რაღაცას გეგმავდით, მაგრამ ცალსახა იყო ყველა ადამიანის შეგრძნება, რომ ჩვენ ვუხდით ხელფას, ჩვენი შრომის გამო ეძლევა ამ ადამიანს ხელფასი და თვითონ საერთოდ არ თulis საჭიროდ, რომ ქონდეს ჩვენთან რაიმე ურთიერთობა, იმიტომ რომ ის არის რაღაც
ტოპ ესე ვთქვათ კადრი და ჩვენ ყველა დანარჩენი ვართ რაღაც ჩვეულებრივი მოკვდავები. არა და კარიერულად და პოზიციურად ეხა ვიზეც მაქვს საუბარი რომ არ გვხვდებოდა და არ უნდოდა კონტაქტი, ანუ ჩვენსა და მათ შორის ერთი საფეხური იყო, ან არ იყო, გააჩნია რომელ ესე ვთქვათ დეპარტამენტზე იყო საუბარი და მაინც აი ესეთი ესე ვთქვათ ცოტა რასიზმით ნაკარნახევი, იმიტომ რომ ამერიკელი იყო და დანარჩენებს გვიყურებდა ზემოდან, ვინც არ ვიყავით ამერიკელი ან ბრიტანელი, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ყველა ამერიკელი ესეთია და უამრავ ამერიკელთან და ბრიტანელთან მქონია შეხება, ვინც აბსოლუტურად სხვა გამოცდილება მომცა მუშაობის და ძალიან ბევრი ვისწავლე, მაგრამ ეს კონკრეტული ადამიანი იყო რაღაც მოკლედ ქედმაღლობის კომბინაცია სხვადასხვა მიზეზის გამო. და ამ დისტანცირებამ გამოიწვია ის, რომ რეალურად ის, ვინც იყო მისი ძალაუფლების წყარო, მათი სიმპათია დაკარგა, მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა და მახსოვს, რომ ჩაინიშნა მისი CEO-ბიდან დაახლოებით 6 თვეში დამფუძნებლებთან ზარი, ვიყავით 23 ადამიანი, ვინც მენეჯმენტში ვიყავით ამ კომპანიის და გკითხეს აზრი. და აი ნამდვილად აქ როგორც წერია რომ წერს პირველივე შემთხვევაზე გადასცემენო თქვენ თავსო თუ იზოლირებულები იქნებითო ასე მოვიქეცით. და ვუთხარით რომ არ მოგწონს, კომპანია უკან მიდის, ობიექტური იყო ეს ყველაფერი, თუმცა ერთი ადამიანი არ გამოუჩნდა კომაგი და თვითონ ეს თავისი ის ორი ადამიანიც ვინც მოიყვანა ესე ვთქვათ სამსახურში იმისთვის რომ დანარჩენებთან კომუნიკაციის ხიდი გაედო და დისტანცირებულიყო, სამივე ერთად გაუშვეს სამსახურიდან. და ავტორს ძალიან კარგი მაგალითი აქვს მოყვანილი ლუი მე-14-ის და აქამდე თუ მეგონა რომ ლუი მე-14-ამ ვერსალის სასახლე რაღაცა ესეთი სულ იმისთვის ააგო ძალიან დიდი ივენთები გართობა და ასე შემდეგ დღესასწაულები და წვეულებები ყოფილიყო. პრინციპი როგორც მან ააგო და როგორც ავტორი გვეუბნება და გადავამოწმე ისტორიული წყაროებიც ამას ადასტურებენ, რომ ყველა ოთახი გადიოდა ერთმანეთში, ეს ის სურვილი კი არ იყო მართლა რომ ერთი ოთახიდან მეორეში მარტივად გასულიყო და ერთი საძინებლიდან მეორეში მარტივად დაეძინა, არამედ მას ჰქონდა ინფორმაცია იმ წამს ყველაფერზე და ყველაფერზე. ამ სასახლეში ცხოვრობდნენ დიდგვაროვნები, მისი უამრავი კანონიერი, უკანონო შვილები, ყველა, ვისაც რაიმე გავლენა შეიძლება მოეხდინა მის ძალაუფლებაზე. მათ შორის არც თუ ისე დიდგვაროვნებიც, რა თქმა უნდა, ყველას ჰქონდა თავისი სტატუსის შესაბამისი ოთახი და რაც უფრო მაღალი იყო რანგით, უფრო ახლოს იყო ლუი მე-14-ის ოთახთან. და ავტორიც ამბობს და მისი მედროვე, ესე ვთქვათ, ისტორიკოსებიც ამბობენ ლუი მე-14-ის, რომ ნემსიც კი ვერ დავარდებოდა სასახლეში ისე, რომ ლუი მე-14-ს არ ცოდნოდა და ზუსტად ამიტომ ყველაზე არასტაბილურ პერიოდში, როცა ლუი მე-14-ამ საფრანგეთის მმართველობა აიღო ხელში თუ გადაიბარა, როგორც კიდე ისე დავარქვათ, აი რომ დღეები ქონდა დათვლილი ნებისმიერს მის გარდა, მან მოახერხა ინფორმაციაზე სრული წვდომით ხალხის კონტროლი და 50 წელი, დაახლოებით 50 წელი სტაბილური მმართველობა. ყველაზე არასტაბილური პერიოდის დროსაც კი გაასტაბილურა ესე ვთქვათ, თავის ძალაუფლება. და ავტორი გვეუბნება, რომ მეფე არა მხოლოდ თვალყურს ადევნებდა, არამედ დაჟინებით მოითხოვდა დიდგვაროვანთა უმაღლესი წრის წარმომადგენლები მუდმივად სასახლეში ყოფილიყვნენ. იმავეს მოითხოვდა წვრილფეხა დიდგვაროვნების განაცო და აი ვიღაცა რამდენიმე დღე რო არ გამოჩნდებოდა, ბრაზდებოდა, ჩამოიშორებდა, დაისჯებოდა, დაისჯებოდა ხა სიკვდილით არა, მაგრამ აგრძნობინებდა, რომ რატო არ ხარ ჩემს სიახლოვეში, შენ რაღაცას ხო არ გეგმავ ჩემს ზურგს უკან და საქართველოს უახლეს ისტორიაშიც წინა ხელისუფლების დროს ჩვენ ვნახეთ, რომ მათ დაიწყეს
მკვეთრი, ესე ვთქვათ, დაცემა პოპულარობის, ძალაუფლების გავლენის, ყველაფრის, როცა ჩათვალეს, რომ ჩვენ ხალხზე ზემოთ უნდა ვიდგეთ. ჩვენ ვართ რაღაც განსხვავებული კასტა, ახალგაზრდები, ჭკვიანები, ძალაუფლებით სავსე, ყველაფერი შეგვიძლია ვაკეთოთ და ეს ხალხი საერთოდ არ გვჭირდება და ზუსტად ამ ხალხმა ბრბომ, ოღონდ ბრბოს არ გულისხმობ ცუდ კონტექსტში, საქართველოს უდიდესი მოსახლეობის ნაწილმა შეურაცხყოფილმა და იქ ბევრი ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, ამიტომ ამას აღარ ჩაუღრმავდები. რეალურად იმიტომ, რომ მთავარმა ადამიანმა იმ ხელისუფლებაში დაკარგა გრძნობა, პულსი, ხალხი ჩემზე რას ამბობს და მას აწვდიან მარტო იმ ინფორმაციას, რომ ყველაფერი კარგად არის, გამოიწვია დამხობა და არ არის საჭირო, რომ ვიყოთ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, ვინცად ვართ, ჩვენი სტარტაპი იქნება, ოჯახი იქნება, ნათესაობა, მეზობლობა, თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ წრეში, იმ სოციუმში 1, 2, 100, 1000-ობით ადამიანზე გავლენის ქონა, ჩვენ ამ ადამიანებთან უნდა გვქონდეს პირდაპირი ურთიერთობა და არა ის, რომ ვიღაცას დავუუკვეთოთ, ესე ვთქვათ, გამოკითხვა, რომ აი ვიღაცა მესამემ შუალედურმა გაგვიკეთოს შეფასება, ხალხი რას ფიქრობს ჩვენზე. და სხვათა შორის ბლოგერი ან იუთუბერი ან ამ ყველაფრის მსურველით თუ მიყურებს, შეიძლება ჯერ არ გაქვთ დაწყებული, მუდმივად იქონიეთ თქვენს აუდიტორიასთან კონტაქტი. ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომენტარებზე პასუხის გაცემას, ჩანიშნეთ შეხვედრები, გააკეთეთ, არ ვიცი, უფასო ვებინარები, მიხვდით ხალხს რა უნდა თქვენგან, სად ხართ, პროდუქტს მოდიფიკაცია ხო არ უნდა გაუკეთოთ, აქვს თუ არა ხალხს მზაობა, თუ არა აქვს, როგორ უნდა მოამზადოთ და მოკლედ მუდმივად გქონდეთ ადამიანებთან შეხება, იმიტომ რომ აუდიტორია, რომელიც თქვენგან რამეს იყიდის ან თქვენ რაღაცას მოусმენს, უნდა გქონდეთ მათზე გავლენა. იმისთვის, რომ მათზე გქონდეთ გავლენა, უნდა გესმოდეთ მათი საჭიროებები, რა მოწონთ თქვენგან, რა არ მოწონთ და მუდმივად იყოთ საკუთარი თავის გაუმჯობესების და ცვლილების რეჟიმში. მაკიაველი ამტკიცებს, რომ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ციხესიმაგრე უდავო შეცდომაა. ის ძალაუფლების იზოლაციის სიმბოლოა და ადგილსამიზნეს წარმოადგენს მისი ამშენებლის მტრებისთვის. ის შეიძლება აუღებელი ჩანდეს, მაგრამ საკმარისია მასში განმარტავდეთ, რომ ყველას ეცოდინება სადიმყოფები და არ სჭირდება დიდი გონებამახვილობა ციხესიმაგრის ციხედ გადაქცევას. და სხვათა შორის, აი ამას ძალიან კარგად აუწყო ფეხი კორპორატიულმა სამყარომ და რომ შეხედოთ ყველა თანამედროვე კომპანია, რომელიც არის წარმატებული, არ გულისხმობ საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე, რადგან საქართველოს ჩემი აზრით მაინც დეფიციტი აქვს და რაღაცა საბჭოური გადმონაშთი მოყვება, რომ რაღაცნაირი კაბინეტი უნდა გქონდეს გენერალურ დირექტორს, მოკლედ. საერთაშორისო კომპანიებში, რომლებიც იყო დასავლური, სადაც ჰქონდა ოფისი, ყველგან იყო გამჭვირვალე შუშები, იყო საერთო სამუშაო სივრცეები, CEO შემოდიოდა და ჭამდა სამზარეულოში შენთან ერთად, შეიძლება ყოველდღე არა, მაგრამ ხშირად და მისი ოთახი იყო იგივე შუშისგან გაკეთებული, რა შუშისგანაც იყო ჩემი ოთახი, იყო დიდწილად გამჭვირვალე, შეიძლება რაღაც ნაწილში უბრალოდ ქონოდა ბლარის დაფარვა, რომ მაგალითად ადამიანი როზის უხერხულად არ გამოჩნდეს წინიდან, მაგრამ გამჭვირვალობის პრინციპი ის რომ ყველას ერთნაირი სკამი გვაქვს და სკამი არის ხარისხიანი და კარგი ყველასთვის. ის რომ როცა თავისუფალი დრო გაქვს და ამას ჩემი გამოცდილებიდანაც ვამბობ, ზარზე თუ არ ვიყავი, რომელიც იყო კონფიდენციალური, ჩემი კაბინეტის კარი ყოველთვის იყო ღია და ორი მიზნით. პირველი მიზანი იყო, რომ ადამიანებისთვის მეგრძნობინებინა, არ ვიცი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რომ რამე თუ გინდა ვილაპარაკოთ, ან გაწუხებს, ან არ გაწუხებს, ჩემი კარი ღია არ არის ეს კაკუნი და შეიძლება თუ არა და რაღაცა, ანუ დისტანცია გავაქრე მე და ჩემს დაქვემდებარებულებს შორის, კარი იყო სულ ღია, როცა არ იყო შიგნით რაიმე კონფიდენციალური და პლუს კარის გაღებით
ჩემი აზრით გადავდგი ის ნაბიჯი, რომ მე აქ ვარ, იგრძენით, რომ აქ ვარ, ანუ მე მაქვს ღიაობა, მე არ მაქვს თქვენთან დისტანცია, თქვენ შეგიძლიათ ჩემთან შემოხვიდეთ, მაგრამ თქვენც მოიქეცით ისე, როგორც ვიქცევი მე, ან როგორც კარნახობთ სამუშაო ქცევის კოდექსი. რაღაცნაირად, ანუ მაგალითი უნდა იყოთ, მაგალითად, ჩემ გარდა სხვა ადამიანებსაც ჰქონდათ იქ კაბინეტი, რომელიც რანგობრივად მექვემდებარებოდნენ, მაგრამ იმიტომ, რომ მე ღია ვიყავი და ხელმისაწვდომი ვიყავი, ისინიც ასევე იყვნენ თავის გუნდის წევრებთან. ნუ მეტნაკლებად მე ყოველ შემთხვევაში ამის მაგალითის მიცემა მინდოდა. აქედან გამომდინარე, კორპორატიული სამყარო ძალიან ეფუძნება ამ კანონებს და მაგიტო დავყავთ რობერტ გრინის საუკეთესო კორპორაციებში ტრენინგებზე და კოუჩინგებზე, რომ ეს გამჭირვალობის პრინციპი, რომ დისტანცია არ არის კარგი, რომ პულსზე უნდა გედოს ხელი და CEO HR-ისგან არ უნდა გებულობდეს რა ხდება, CEO-მ თვითონ უნდა იცოდეს რა ხდება და HR-ი რომ ეუბნება ადარებდეს რამდენად HR-ი იმ ყველაფერს მიყვება და იმ პულს შეიგრძნობს, რაც არის კომპანიაში. სხვანაირად ყველაფერი ჩამოიშლება. უკვე 2014-15 წლებში ძალიან კარგი CEO მყავდა, აი მართლა რომ ისწავლი ადამიანისგან როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი და იმ დროს კი ვფიქრობდი, რომ აი ამ ადამიანს ამდენი საქმე აქვს და ჩვენთვის ცალია რომ ლანჩზე გავიდეთ ერთად, ან არ ვიცი შეიძლება და პარასკევს წავსულიყავით სადმე ბარში ერთად. ოღონდ ეს არ ხდებოდა, რომ აი ორი კაცი ამოიჩემა და სამი. აი ყველას ეტყოდა, რომ აბა დღეს რა შვებით, მოდი წავიდეთ ერთად. ეს არ ხდებოდა ყოველკვირა, მაგრამ სისტემატიური იყო რა, 2-3 თვეში ერთხელ მაინც არა კორპორატიულ ჭრილში ვქონდა ამ ადამიანთან შეხვედრა. გულისხმობ, რომ სამსახური არ იხდიდა ამას და რაღაცა წავედით, ეხა ღონისძიება გვაქვს, გამოიწკიპე, არა, თავისუფალ რეჟიმში ხდებოდა და მეც ისევე მესაუბრებოდა, როგორც მაგალითად შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანი მენეჯმენტიდან, ჩემზე დამწყებ კადრსაც, ანუ ყველასთან ქონდა რაღაცნაირად ერთნაირი გახსნილი კომუნიკაციის არხი და დროც. და ვფიქრობდი, რომ რა არის ახლა ეს, რას აკეთებს, მოცლილია ერთი, მე რო ვიქნები მაგის პოზიციაზე, არ შევიწუხებ თავს ამით. მაგრამ რეალურად არ წუხდებოდა. ეს კომპანია მას შემდეგ, რაც ის გადაიყვანეს სხვა რეგიონში, ჩამოიშალა და რა ვიცი, დაიშალა და მეც წამოვედი და ანუ აი ის სულის კვეთება, რატომაც ადამიანები მივდიოდით, რომ გვემუშავა, ერთი მიზანი გვქონდა, კორპორატიული კულტურა მოგვწონდა, ვახარებდით ერთმანეთს, რაღაცას ვქმნიდით, აბსოლუტურად ჩამოიშალა, როცა ეს ადამიანი გადაიყვანეს სხვა რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ ვინც ჩაანაცვლა, აბსოლუტურად იზოლირებული გახდა ის რაღაცა. თავისთვის მოიტანდა პატარა ლანჩბოქს, არასდროს არ ჯდებოდა, რომ ერთად გვესადილა, ანუ ვერ გაგვაცნო თავი და არანაირი ლოიალურობა არ გამოიწვია რა, ანუ ისიც ძალიან დისტანცირებული CEO იყო და ნამდვილად ეხლა რო ვიხსენებ, ძალიან დასაფასებელია ჩემთვის ის პერიოდი, როცა ყავდა CEO, რომელიც ამდენ რესურსს დებდა იმაში, რომ კომპანიის თითოეულ თანამშრომელზე ცოდნოდა, როგორ გზნობს თავს, რამდენი ხანი აპირებს გაჩერებას, წინსვლის დრო ხო არ არის, თუ არის იმსახურებს, თუ არ იმსახურებს, თუ სწორი დროა, აქვს კომპანიაში შესაძლებლობა თუ არა და გარდა იმისა, რომ ხელფას გიხდიდნენ და ის სამსახური მოგწონდა, ქონდა პატივისცემა ამ ადამიანის მიმართ, რომ ჰოპ და წავედი ერთ დღეში და აღარ მინდა თქვენთან მუშაობა, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილება არ მიგეღო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლა ყველა ადამიანთან ქონდეს ურთიერთობა იმისთვის, რომ პირველ რიგში მოვუსმინოთ, თავი დაფასებულად იქნას და მერე კიდე პრაგმატულად ჩვენი ბიზნესი თუ საქმიანობა ავაყვავოთ. ავტორი გვეუბნება, ადამიანები სოციალური არსებები არიან. აქედან გამომდინარე, გარშემო მყოფთათვის სასიამოვნო საურთიერთო რომ იყოთ,
მუდმივად მათ შორის უნდა იმყოფებოდეთ. რაც მეტი კონტაქტი გაქვთ ადამიანებთან, მით უფრო ადვილად და მეტი სიამოვნებით მიაღწევთ თქვენს მიზანს. იზოლაცია კი გძაბავთ და უფრო მეტი იზოლაციისგან გიბიძგებთ, იმიტომ რომ ადამიანები ცდილობენ მოგერიდონ. ვეთანხმებით ავტორს, აღარ ჩავშლი, რადგან მანამდეც ესე ვთქვათ უკვე ვისაუბრეთ ამაზე, ერთადერთი ამ წიგნმაც გვასწავლა და ჩემმა გამოცდილებამაც, რომ ზედმეტი ნუ იქნებით ურთიერთობაში. კი ბატონო, იზოლაცია არ არის კარგი, მაგრამ არც ზედმეტი არ უნდა იყოთ, რომ თუნდაც ეგ გავლენა და ძალაუფლება არ დაკარგოთ. არ უნდა იყოთ გათქვეფილი ყველგან, ყოველთვის, ყველასთან არ უნდა იყოთ და არ უნდა ასოცირდებოდეთ ყველასთან და ყველაფერთან. რაღაცნაირად თქვენი გამოჩენა ურთიერთობაში, მეგობართან, ოჯახში, სამსახურში უნდა იყოს ღირებული, ღირებულება უნდა შეგქონდეთ, საინტერესო უნდა იყოს და თქვენ თუ ყოველდღე გახართ და ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე ადამიანებთან საუბრობთ, რა თქმა უნდა, ამას დაეკარგება ინტერესი ნელ-ნელა მსმენელის მოგაკლებად და რაღაცნაირად, რა თქმა უნდა, გავლენა შემცირდება. საპირისპირო მოსაზრება, ანუ ამ კანონის საპირისპირო მოსაზრება იგივე გამონაკლისი. საზოგადოებრივი აზრის ტვირთი, რომელიც დათანხმებისკენ გიბიძგებთ და შესაძლებლობას არ გაძლევთ, დისტანცირება მოახდინოთ გარშემო მყოფთაგან, ხელს გიშლით მომხდარის ნათლად აღქმასა და გაანალიზებაში. ასეთ შემთხვევაში იზოლაცია დროებითი ზომის სახით დაგეხმარებათ პერსპექტივაში მოსაგებად. ბევრი სერიოზული მოაზროვნე გახდა ასეთი იზოლაციაში მოქცევის შემდეგ. მაკიაველიმ თავისი მთავარი მხოლოდ იმის წყალობით დაწერა, რომ გადასახლებაში ფლორენციის პოლიტიკური ინტრიგებიდან შორს იმყოფებოდა და მაკიაველისა და ჩემს შორის არის რა თქმა უნდა განსხვავება, მაგრამ როგორც გითხარით, პანამაში ცხოვრებამ და ქართული კონტექსტიდან ამოგლეჯა მოიტანა ჩემს ცხოვრებაში სიცხადე და ეს სიცხადე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმასაც ხვდები, რომ 3 წელი საკმარისია, მინდა საქართველოში დაბრუნება და ასევე თუ მომავალში დამჭირდება, რომ სიცხადე შემოვიტანო სხვა საკითხებში და თავში უკეთ გამოვერკვე, მზად ვარ იმისთვის, რომ ქართული კონტექსტიდან ისევ ამოვიგლიჯო საკუთარი თავი და წავიდე სხვაგან. და სხვათა შორის გამახსენდა იუვალ ჰარარი არის ესეთი ძალიან საინტერესო ავტორი Homo Deus-ის, Homo Sapiens-ის და ასე შემდეგ. მე ძალიან მომწონს ეგეთი ტიპის წიგნები და შეგიძლიათ თქვენს ნახოთ, თუ ნანახი არ გაქვთ და იუვალ ჰარარი სანამ წიგნის წერას დაიწყებს, ესეთი პრაქტიკა აქვს, რომ 30-60 დღე მიდის ვიპასანას პრაქტიკაზე, არის სრულ დუმილში, სრული მოწყვეტით, ყველასგან, ყველაფრისგან არ საუბრობს და ყოფილა შემთხვევები, როცა არის სრულ სიბნელეში. აღარ მახსოვს დღეების რაოდენობა, მაგრამ ბევრი დღე და მერე იწყებს წიგნის წერას. და რა თქმა უნდა, ეს არის რაღაცა ჯამში შეიძლება წელიწადში 3-4 თვე, როცა ამ ყველაფერს აკეთებს და დანარჩენი დრო არის ჩვეულებრივად სამოქალაქო ცხოვრებაში, პოდკასტებზეც დადის, კოუჩინგებსაც აკეთებს, ინტერვიუებსაც იძლევა და ყველაფერი ბრუნდება, მაგრამ განმარტოება როგორც ესეთი და იზოლაცია კონკრეტული მიზნით და თუნდაც კონკრეტული არ იყოს, უბრალოდ ხვდებით, რომ ეს გჭირდება, ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს განდეგილობაში, რომ მოწყდეთ ყველაფერს, იმიტომ რომ კარგავთ გავლენას, ძალაუფლებას და ასევე რეალობის აღქმას და ამ თავში აღარ ჩავუღრმავდები, მაგრამ ავტორს ძალიან კარგი მაგალითი აქვს მხატვრების მოყვანილი, როცა იზოლირდნენ ხალხისგან იმის შიშით, რომ მათი სტილი არ მოეპარათ, ვაიმე არავინ არ ნახოს ჩემი შედევრი და ისე დაკარგეს პროპორციების აღქმა განმარტოებაში, რომ საერთოდ კატასტროფული ნახატები გამოუვიდათ. მოკლედ ეს არის ჩვენი მე-18 კანონი, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ კანონის განხილვა. გამიხარდება თუ დამიწერთ კომენტარებში, რას ფიქრობთ იზოლაციასთან დაკავშირებით, რამდენად არის თქვენთვის სასარგებლო თუ არის და გიცდიათ თუ არა საერთოდ და დროებით.